დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ სახელწოდებით გაიმართა აქცია დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. შეკრებილებმა ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა გააპროტესტეს. სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთა განცხადებები, რომ ომიდან 32 წლის შემდეგაც კი დევნილთა უდიდესი ნაწილი ისევ საერთო საცხოვრებლებში რჩებიან. დევნილთა სააგენტოს წინ შეკრებილებმა აქციის მონაწილეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოჩამჩირე და დევნილ ზამირ კვეკვესკირის ხსოვნეს, რომელმაც ამავე სააგენტოს წინ 27 იანვარს თავი დაიწვა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი და გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკა და საცხოვრისი ყველა დევნილს, ღირსეული საცხოვრისი ყველა დევნილ ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში გაატარა 3 დეკადაზე მეტი დევნილობაში და აბსოლუტურად უღირს ღირსების შემლახავ და არა ადამიანურ დეჰუმანიზაციის პირობებში გაატარა ეს პერიოდი. ეს უკვე სასაცილოში გადადის ის დამოკიდებულება, რაც დევნილთა სააგენტოს და დე იურე მთავრობას აქვს ჩვენ მიმართ. ეს უნდა დამთავრდეს, ამას აღარ შევეგუებით, არის საკმარისი. მეორე რისი თქმაც მინდა, ჩვენ ასევე დევნილები ვითხოვთ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე გვაქვს მზაობა, რომ ამ ეთერში დავუჯდეთ ამ სააგენტოს წარმომადგენლებსაც, დე იურე მთავრობის წარმომადგენლებსაც და ველაპარაკოთ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ სხვანაირად ისინი არ გვხვდებიან და იქნებ ეთერში მაინც დაგვიჯდნენ. ბევრი კითხვები დაგროვდა, იმიტომ რომ თქვენ რო წარმოგიდგენთ 32 წელი გავიდა და 33 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კვლავ არსებობს ეს პრობლემა. ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამ საკითხის გადაჭრა და დევნილებში არის დიდი უნდობლობა. ეხლა ისინი ამბობენ, რომ 2-3 წელიწადში და ძირითადი დაკმაყოფილებული იქნება, თუმცა მათთან შეგიძლიათ გაესაუბროთ, დიდი უნდობლობა აქვთ და არ ჯერათ ამ დაპირებების. ძალიან ბევრი ხელისუფლება გამოიცვალა საქართველოს, ძალიან ბევრი მინისტრი დევნილთა განსახლების მათ შორის, მაგრამ არც ერთის პრიორიტეტი არ ყოფილა, რომ რაღაც სისტემატიზება მომხდარიყო და ეს ადამიანები, დევნილები სრულუფლებიან მოქალაქეებად აღექვა სახელმწიფოს. ეს დღემდე არ მომხდარა. შესაბამისად, აქ დღეს თუ გავართ ჩვენ, იმიტომ რომ მოვითხოვოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთანაბრდეთ სხვა მოქალაქეებთან და მივიღეთ ღირსეული საცხოვრისი და მივიღოთ უფლება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება.